მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ვიმყოფები სახლში, ისევ ცოტა ციოდა დღეს, რო არ მოგატყუოთ, ცოტა გაცილებული ვარ, მაგარი ვირუსები დადის. ცოტა ფრთხილად იყავით. მე ასე ვუკიდებ, იცი ესე ვუკიდებ. 4 სანთებელა მაქვს სახლში და არც ერთი არ მუშაობს. ძალიან ბევრს მივახციე, ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს არ ვიცი რა მინდოდა მელაპარაკე ზოგადად ადამიანურ რაღაცებზე მოვშორდი ცოტა რა თავიდანაც დავიწყე საუბრები ხოლმე ბევრი თემა არ არის ისეთი ახლა რაზეც ისაუბრებ რა მაგრამ მოდი დღეს ასე ვისაუბროთ მოდი ვილაპარაკოთ კოსმოსზე კოსმოსი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა არის რაზეც შეიძლება ადამიანებმა ისაუბრონ თან იქიდან გამომდინარე რომ კოსმოსის ძებნას ისე ვაწვევით რომ ანუ ისე გვინდა კოსმოსის გამოკვლევა გეგონება აქ ყველაფერი ყველამ კარგად იცოდეს რა ანუ მე ვფიქრობ რომ ჯერ თვითონ დედამიწა გვაქვს შესწავლილი და ის ფული რაც იხარჯება კოსმოსის გამოკვლევაზე ჯობია რომ ისე დედამიწაზე დაიხარჯოს რა ანუ აქ კარგად ცხოვრებაზე რომ დაიხარჯოს ფული და აქ ბუნების გადარჩენაზე ის ფული რითიც მე შეიძლება რომ დავუშვათ თუ დავუშვათ დედამიწას დედაეტირა მე ჩვენ სხვა პლანეტაზე გადავსახლდეთ ანუ ეგრე თუ ლაგდება მაგას ჯობია რომ ახაურებას მივხედოთ ხო ძალიან მარტივი იქნებოდა რა თუნდაც გამონაბოლქვის შემცირების რაღაც ვერსიები რო გვენახან რამე გვექნა რა ანუ არ არის ეგრე მარტივი მაგრამ ხო ხვდებით რა კოსმოსში წასვლა ადრე იყო კომპეტიშენი ქონდა საბჭოთა კავშირს და ამერიკას რა და ჩემი აზრით ტყუილ ინფორმაციებს ავრცელებდნენ ხოლმე კოსმოსის შესახებ არაფერი გამოკვლეული არ ქონდათ და პროსტა იძახდნენ რომ ის არის და ეს არის გრავიტაციის ამბები გვესმის მაგრამ რამდენად რთულია რომ დედამიწის გრავიტაცია დაძლიო და შემდეგ იქიდან სხვა რაღაცის გრავიტაციას გაყვე, არ ვიცი რა, მაგას ვერ ხვდები, ცოტა არ იყოს რა, ანუ ფიზიკა საკმაოდ კარგად მესმის, მაგრამ ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის თუ დედამიწის თუ ისეთ სიჩქარით მივდივართ, რომ დედამიწის იმას გავცდეთ და მე სიჩქარეს ვანელებთ. მე დედამიწის გრავიტაციას რამდენადაც არ უნდა გაცდე მაინც ანუ უყურე დედამიწასთან მთვარის შორის ხო არის რაღაცა კონკრეტული მანძილი უმეტესი ნაწილის შემთხვევაში დედამიწა მოგიზიდავს თავისკენ გინდა არ გინდა ეს გრავიტაცია ხო ეგრე არ მუშაობს ეხლა გამახსენდა ვიღაც გოგო საუბრობდა ყველაზე კარგი გამოგონება ყველა ცუდი გამოგონება რა არისო და გრავიტაცია და მე კითხეს რომელიც საუკუნეებში გამოიგონეს შენი აზრით სადღაც მე-17-18-ში აი ეგ არის ამერიკის განათლების სისტემა მაგრამ არ მევასება ამერიკის განათლების სისტემა ევროპული განათლების სისტემა ბევრად უფრო წინაა ჩემი აზრით რა მაგრამ საბოლოო ჯამში ამერიკელები ერთ კონკრეტულ პროფესიას ეუფლებიან და საბოლოო ჯამში ბევრად უფრო წარმატებულები იჩნდებიან ხოლმე ვიდრე ევროპელები ხო და მანდაც რაღაცა აზრი დევს ანუ შეიძლება საერთოდ არ გჭირდებოდეს ეს ზოგადი განათლება იმისთვის რომ განათლებული იყო რა ხო რაც შეეხება კოსმოსს მე არ ვფიქრობ რომ თემ სოფლიოში იგია და მთელს სამყაროში მარტო ჩვენ ვარსებობთ რა ანუ მაგრამ არც იმას არ ვფიქრობ რომ წვაენ თავიანი რაღაცა ყლეობები არსებობენ რომლებსაც ჩვენ დაპყრობა უნდათ რა მართლა არ ვფიქრობ ეგრე მე ვფიქრობ რომ პირიქით ჩვენი მსგავსი ადამიანებივით მოსაუბრე მოაზროვნე არსებები არსებობენ რომლებსაც ჩვენ გამოკვლევა უნდათ და იციან ჩვენი არსებობის შესახებ ანუ ჩვენზე ძალიან განვითარებული ტიპები უნდა იყვნენ ან ჩვენზე ძალიან ჩამოჩერებული ჩვენსავით განვითარებული ტიპები ვერ იქნებიან რა იმიტომ რომ 10 თენა იქნებოდა დროში ხო ხვდებით რა ანუ თუ ჩვენზე ჭკვიანები არიან ჩვენზე განვითარებულები იქნებიან ამ ეტაპისთვის სულ რო ერთდროულად დაგვეწყო თან ცხოვრება კი და არსებობა და თუ ჩვენზე შედარებით შტერები არიან მაგ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი გვაქვს რომ ჩვენ ვიყოთ წინ რა და აქედან გამომდინარე ხა საბოლოო დასკვნა ვერ გამომაქვს მაგრამ თვითონ კოსმოსი იმდენად ამოუცნობი რაღაცა არის რომ მე მგონია რომ დაჟე მზის სისტემაშიც კი არ ვართ მარტოები რა ძალიან მომწონს სხვადასხვა ტაიმლაინ თეორიები რო არ მოგატყუოთ ყველაზე მეტად ეგ მომწონს რომ დროის ბევრი ხაზი არსებობს
საიდანაც რომელიღაცაში ჩვენ ვცხოვრობთ და არსებობს პარალელური დროის ხაზი, სადაც ჩვენივე ალტერნატიული მეები ცხოვრობენ და რაღაც სხვას აკეთებენ რა. და სხვანაირი ადამიანები არიან. ჩვენგან განსხვავებული. მე ძალიან მომწონს ეგ იდეა. დიდი ალბათობით არ არის სწორი, მაგრამ მე მომწონს ეგ იდეა თეორიის დონეზე ძალიან კარგი არის რა ჩემი აზრით. მე რაც არ მომწონს არის ის, რომ ძალიან დიდი ხანი არის, დაახლოებით 1-25 წელი არის, დედამიწის მოვლა ყლეს დავიკიდეთ, გადავდეთ და დავიწყეთ ისეთ რაღაცების გამოკვლევა, რაც წესთან უნდა გვჭირდებოდეს და არ უნდა გვაინტერესებდეს რა. იცი როგორი პონტია, ახლა მე დავუშვებ ცხოვრობ ჩემს სახლში, ხო? და ჩემს სახლში თუ ნაგავი არის, მე ჩემი სახლიდან ნაგავის გატანზე უნდა ვფიქრობდე და არა იმაზე, რომ სხვაგან სად დავითრიო სახლი, ხო? ანუ მე ხო ნაგვის გამო სახლს ხო არ დაატოვებ, რაღაც დასალაგებელი როცა სახლი. მაგის გამო ხო უნდა წახვიდე და სხვაგან ხო უნდა იცხოვრო რა. არ არის რა, ლოგიკური არ არის უბრალოდ რა. ჩვენს ზის სისტემაში არის 9 პლანეტა, ხო? თუ 8, ანუ მაგას ვერ ჩამოყალიბდნენ რაღაც შეცეს ამ პლუტონს, რომ ხან პლანეტაა, ხან არ არის, ხან არის, ხან არ არის. პლუტონს შეცეს თუ მერკურის, ეგეც არ მახსოვს. და კარგი, რომელიღაცას მაგრა გაუტრაკეს რა. ეგ ორი ყველაზე პატარა პლანეტებია და მერე ვარ, ანუ ეგ არ არის პრობლემა. დაჟე ის მოვიწყდება ხოლმე, რომელი არის პირველი და რომელი არის ბოლო რა. სულ მერე, სულ. ალბათ პლუტონი არის ბოლო. მერკური, ვენერა, მარსი, დედამიწა, ხო, ეგრეა. მერკურით იწყება. ანუ პლუტონი იყო ის, რომ ჩაქრა, აინთო, ანუ თუ პლანეტა არის, პლანეტა რითი ინსაზღვრება, მე ეგეც არ ვიცი რა, ანუ პლანეტის ოფიციალური განსაზღვრება რა არის, ეგ არ ვიცი მაგალითად, მაგრამ მე მგონია, რომ პლანეტა უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული იმის ნაერთი, რაღაც დიდი მიწის მასა, სადაც რაღაც სიცოცხლეს უფევს. ანუ თუ სიცოცხლე არ უფევს, პლანეტა კი არა, ბურთია, აი პროსტა ბურთია. არ გამოდის სხვანაირად რა. ჩვენთან წყალია. მარსზე რო წყალს პოულობენ 2 კვირაში ერთხელ, ეგეც არ მომწონს დიდად რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ მარსზე ჩვენთან შედარებით, რა ვიცი რა, ძალიან ბევრი ის იქნება სიცხე, მუდმივი. ბევრად უფრო მეტად დაცხება მარსზე. დავიწევით ადამიანები. ნუ რაღაცა 1-7-8 გარო ვიცხოვროთ, შეიძლება მე ცოტა მუტაცია გამიცადოთ და შევეგუოთ იქაურობას, მაგრამ მე მგონია რომ ვერ ვიცხოვრობთ სხვა პლანეტაზე. და ვაფშე ადგინდა სხვა პლანეტა. ამ კოსმოსში რაღაცა 7,000 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული იმებს რო განიხილავენ ხოლმე რომ იქ წყალი იპოვეს. რა სიგიჟე არის, ანუ მაგ ხელაზე ხედვა თუ შეგიძლია მაშინ აი ამ გონია რომ რეალური ინფორმაცია გვაქვს. NASA-ს სურათებიც დიდად რო გითხრათ, რომ ანუ კონსპირაცია და შეთქმულების თეორიები დიდად არ მიყვარს, მაგრამ ხა NASA-ს სურათებს რო უყურებ ხოლმე ძალიან თესლი ფოტოშოპია მართლა. ანუ ვიღაცას მაგარი ნამუშევარი აქვს რა, ანუ არ არის ეგეთი სუფთა ვერ იქნება პლანეტის სურათი რა, ხო ხვდებით რას გულისხმობ. თუ ეგეთი სუფთა პლანეტის სურათი, მაშინ არ ვიცი, რაღაც სხვა პრობლემა არის. ცოტა ვერ გავიგე რა, ვაფშე რა ხდება დედამიწაზე. ანუ ჩვენ თუ გვაქვს იმისი უნარი, რომ რაღაცა ისეთი შევქმნათ, რომელიც დედამიწის გრავიტაციას დაძლევს, გავა, ხრელს გააჩენს ოზონში. წარმოვიდგინეთ, რამდენი ეტაპი არის გადასალახი რა. თქვენებით რო გინდოდეთ, რო ახტეთ, აი რა სიჩქარით უნდა მიფრინავდეთ, პროსტ წარმოვიდგინეთ. მერე იქ ჩიტები კოსმოსში, სიცარიელეში, სადაც წესით არც ერთი ფიზიკის კანონი არ უნდა მუშაობდეს. და მოძრაობა მაინც შესაძლებელი იყოს რა. ძრავებსაც რამდენად უნდა უჭირდეთ, წნევა რამხელა იქნება. მე მგონია, რომ ჯერ ოკეანის გამოკვლევა უფრო გვშველი და რო რამე საქმეზე რომ იდგეს. ოკეანის სიღრმისეულად იმხელა რაღაცა არის, რომ ეგ ყველაფერი რო ვიცოდეთ, ეგ უფრო გამოგვადგებოდა რეალურ ცხოვრებაში, ვიდრე ის. მაგრამ არა, ის ურიცალებს ვიგენ შეხვდა და ყლეს დავიკიდეთ, ბოდიში, აღარ ჩავედით ქვევით. ეგეთები ვართ ადამიანები ზოგადად.
მე მაინტერესებს მაინც რას ეძებენ ამ იმაში კოსმოსში რა თუნდაც აქაურობა რომ აღარ არის საცხოვრებლად კარგი ადგილი ყველა ხდება მაგას უკვე მე მგონი მსოფლიოს ყველა კუთხეში ხდებიან მაგას დედამიწა ვეღარ გაჩავს იმიტომ რომ არის ქალაქები სადაც ჰაერი ახლა იმდენად მძიმეა პროსტა რომ სუნთქვის საშუალებას კარგავ რა აი ჭიათურაშიც კი ეგეთი სიტუაცია იყო ყოველთვის რომ მე რაც დავიბადე იმის მე როცა ჩავედი პირველად ჭიათურაში ანუ ყაზბეგში ვისვენებდი მთელი ჩემი ბავშვობა და ყაზბეგიდან თბილისში რომ ჩამოდიოდი სუნთქვა მიჭირდა ხოლმე იმიტომ რომ იქაურ ჰაერს ვიყავი მიჩვეული რა და იქაურ სუფთა ჰაერს მე აქ რომ ეს მძიმე ჰაერი მხვდებოდა ვერ ვსუნთქავდი ხოლმე და იგივე ემოცია მქონდა, როდესაც თბილისიდან ამ მძიმე ჰაერიდან წარმოიდგინეთ, ჩავედი ჭიათურაში, მაშინ სუნთქვა გამიჭირდა. ვერ ვსუნთქავდი რა პირველი 1-2 დღე იმენა მიჭირდა სუნთქვა და წარმოიდგინეთ რა ვითარება არის იქ. მაგიტო არ დაავადებების რო ბევრი უფრო მეტი არის იქ და ეს ყველაფერი იმის გამო რომ რაღაც მარგანიცი იშოვან რა. თუ მარგანიცი შოულობ, მაშინ ხალხს მაინც ნუ აცხოვრებ იქ რა. ანუ რაღაცა სხვა ქალაქი დაარსე ცოტა იქით და კარჩ. ხო ჭიათურა მარტო ჩვენ არ გვაქვს სოფლიოში, ბევრს აქვს. ნიუკასლიც იდეას ჩათვალეთ, რომ ჭიათურა არის, რომ იგივე პირობებში ცხოვრობენ და იგივე მძიმე ჰაერი იქნება აუცილებლად. ისევ როგორც ლივერპულში, ანუ ინგლისს გეუბნებით რა, ანუ ინგლისშიც ეგეთი სიტუაცია, ყველგან ეგეთი სიტუაცია, სოფლიოს ყველა ნაწილში. და პლუს გვაქვს კიდე აუთვისებელი მიწები, რომლებიც რუსეთს გააჩნია, ამერიკას გააჩნია და თით ქვეყნებს, რომლებსაც აფერში არ ჭირდებათ ეს მიწები რა, ანუ ვერაფერში ვერ იყენებენ და პროსტა აქვთ რა. რაღაცა რომ 700 კილომეტრიანი გზა არის გაყვანილი ერთი ქალაქი და მეორე ქალაქში და ამ გზებს შორის არაფერი არ ხდება, უდაბნო არის, ხრიოკი. სიგიჟია ხო რაღაცა ხო უნდა გამოიყენო ათვისება ხო უნდა ცა აგიტო მეასება საუდი და არაბები უფრო მეასებიან როგორც კი რაღაც მაყუჩოულობენ ხოლმე ტიპები რაღაც ქალაქს აარსებენ და მე 2 წელიწადში ხდიან მეგაპოლის. და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი არის მე ეგ ქალაქები. და ყველას იქ უნდა წასვლა. ძალიან ისეთია რა. კოსმოსზე უნდა მელაპარაკო, მაგრამ კოსმოსზე კი არა პრობლემებზე ვილაპარაკ. კოსმოსზე არ ვიცი, მაგარი უცნაური რაღაცაა. თან შავხრელებს ხედავენ როგორც მეცნიერები იძახიან რომ შავი ხვრელების დანახვა შეუძლიათ ბევრი რაღაც შეუძლიათ რა მაგრამ ამ ინფორმაციას რატო არ იყენებენ მე არაფრისთვის მე მაგას ვერ ხვდები რა მე მაგალითად ახლა შავი ხვრელი რო ვიცოდე რომ დაახლოებით ახლა რაღაც შორმანძილზე არის მაგრამ არის უცილებლად შევეცდებოდი რომ რაღაცა გამეძვრინა შიგნით რა რაღაცა ისეთი ტრანსმიტერი გადამ რა ქვია მაგას გადამცემი რა ანუ იქაურ ხმაზე ანუ ჩავთავდი და არღნიანს ხას მივცემდი ამას ბატარეას და ცდიდი რომ იქნება იქით მხარეს გავიდეს თქო რა და იქიდან რაღაცა ინფორმაცია გამომეტანა აუცილებლად ვიზავდი იმას ვიზავდი იმიტომ თუ შავი ხვრელი არსებობს შავი ხვრელის იქითაც უნდა არსებობდეს რაღაც შავი ხვრელი რო თანთქავს რაღაცებს ეს ყველაფერი ხო ვერ გაქრება თუ ქრება მე მგონი რომ პორტალია რა ალბათ უფრო პორტალი იქნება ვიდრე სხვა რამე რა ეს შავი ხვრელი რა ანუ ის ყოველგვარი მეცნიერების გარშე ვლაპარაკობ დღევანდელ ვიდეოზე რა პროსტა ისე რა რაღაცა თეორიებს განვიხილავ არ გეგონთ რომ რას ვლაპარაკობ ყველაფერი სიმართლე არის არა вообще ერთი სიმართლეც არ მithქვამს მე მგონი ერთი თქვი რომ 8 პლანეტა მზის სისტემაში მეტი არა ეს მზეც ამოწურვადია სანამ მზე მოიწურება იქამდე დედამიწას წყალი ამოეწურება აუცილებლად ან არ ვიცი ძალიან რთული რაღაცა როცა არაფერი არის რაღაცაზე და ისე რა რთული არის მე რაღაცა ინფორმაცია მქონდეს ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემი ამ თემაზე საუბარი არა მაქვს არაფერი ინფორმაცია არა გვაქვს რაღაცები ესე რაღაცა overall რაღაც პროსტა რომ შევაჯამებელი რაღაცები ვიცით
დებილობაა ეგრე. არასწორებს. სიახლე გითხრათ ცოტა არ იყოს და მე მეშინია რომ რაღაც ეტაპზე ვიღაცები აქ რაღაც ბომბს ააფეთქებენ. ორი დიდი ქვეყანა ერთმანეთს დაუშვებს. თვითონ დაითესებიან, სხვა პლანეტაზე გადავლენ, იქ გააგრძელებენ ომს და ჩვენ მოგვეწონება გაგისტრებ. ეგრე მგონია მე, რო არ მოგატყობთ. თან ვიღაცებს აქვთ ინფორმაცია და ჩვენ ის ხალხი ვართ, ვიც არც ინფორმაცია გვაქვს, არც ძალაუფლება გვაქვს და არაფერი არ შეგვიძლია. პროსტ ეს ვსივართ და ველოდებით, როდის უტირებს ერთი ქვეყანა მეორეს დედის მუნდას. რა აზრია. კარგი. ძალიან დიდი მადლობა თუ მიყურეთ. არხი გამოიწეროთ, ჩემი თხოვნა არის. ფეხბურთი ასკარად არ გიყვართ აქ, მაგრამ მე ფეხბურთის კონტენტის დაწყება მინდა TikTok-ზე. აუცილებლად დავიწყებ. ადრე ვცადე. ადრე დავიწყე, მაგრამ მე რაღაცა ცოტა ფეხი მოვიკოჭლესავით რა, ვერ ვქენი რა, კარგად. იმიტომ რომ დროის ამბავში. იმიტომ რომ მე ედიტი არ გამომდის კარგად და მაგის გამო. და ეხლა ვცდი კიდე ისე თავიდან რა, ხო იცით რომ სანამ ცოცხალი ხარ უნდა ცადო ყველაფერი რაც შეგიძლია თუ არ შეგიძლია. უნდა მაგას ჩაიჭო. ჯიგრები ხართ. მადლობა დიდი, კარგად ბრძანდებოდეთ. გაგვაცეთ.